გამარჯობათ. რადგან ზუსტად 10 საათია დადგა პროგრამა ინფორმატორის ძირითადი მეოთხე გამოშვების დრო. ზუსტად 9 საათის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიქნებით და მე გაგაცნობ შოუ ბიზნესში მოხდარ ყველა საინტერესო სიახლეს ლაილაისთან ერთად. წიგნის სახლ პარნასში ოთარ ჭილაძის ახალი წიგნის ბედნიერი ტანჯულის პრეზენტაცია გაიმართა. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. კრებულში მწერლის ბოლო 35 წლის განმავლობაში დაწერილი ესეები, ინტერვიუები და პუბლიცისტური წერილებია შესული. ეს გახლავთ მწერლის დამოკიდებულება საქართველოსადმი 1968 წლიდან 2002 წლამდე. პრეზენტაციას არც თუ ისე ბევრი ადამიანი ესწრებოდა. აქ ბატონი ოთარი საუბრობს და წერს იმაზე, რაც ყველას გვაწუხებს. აქ არის ესეთი საკითხები, როგორც თქვა საქართველოს რუსეთის ურთიერთობა, ერი და ეროვნულობა, რა არის მწერლობა და ვინ არის მწერალი და მრავალი სხვა. ჩემთვის ახალი არაფერია. მკითხველი, თავარია მკითხველი რას აღმოაჩენს ამ წიგნში, თავისთვის საინტერესოს და სასარგებლოს. მთელი ჩემი იმედები არის მკითხველს. წიგნი ნამდვილ ცხოვრებას იწყებს მაშინ, როდესაც მოხდება მკითხველის ხელში. დღეს საქართველოში იხსნება ასეთი წიგნის მაღაზია. ახალგაზრდა ხალხი, რომელსაც ერთი წუთით არ შერყევიათ რწმენა იმისა, რომ წიგნი ჭირდება ხალხს. ესენ დასაფასებელი ხალხია. მე დავწერ წიგნს, არ დავწერ, ეს მეორე საკითხია. სხვები დაწერენ. თავარია რომ ეს განწყობა იყო შენარჩუნებული. მაის აჭარა მიუზიკლში ყველაზე საცეკვაო, ყველაზე სადისკოტეკო და ყველაზე მაგარი კონცერტი გაიმართება. ზუსტად ამ დღეს აჭარა მიუზიკლის სცენაზე ჯგუფი სლივკი იდგება და არა მარტო იდგება. როგორც რუსული პრესა აღნიშნავს, ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლი სლივკი რუსეთის შოუ ბიზნესის ისტორიაში შევა როგორც პარადოქსალური მოვლენა, რადგანაც სწორედ მათ შეძლეს დასავლელი და იაპონელი პროდიუსერების დაინტერესება. სლივკის სიმღერები მხიარული, არაბანალური და რითმულია, მოკლედ მათთან მოწყენა ძალიან ძნელია. შთაბეჭდილების შესაქმნელად ინფორმატორი ვია სლივკის ერთ-ერთ პირველ ჰიტს გთავაზობთ. სიმღერა ინაგდა მათ სადებიუტო ალბომშია შესული.
რიყეზე 1 მაისს მელოდია არტი ტელეკომპანია იმედის მხარდაჭერით გრანდიოზულ კონცერტს აწყობს. ამ კონცერტზე, როგორც იცით, დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობენ ქართული ესტრადის ყველა ვარსკვლავი. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ მელოდია არტის პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ამიტომ ნახოთ სიუჟეტი. მე მინდა დავიტოვო იმედი იმისა, რომ მელოდია არტი მაინც გახდება შემოქმედებითად მდიდარი და ქართული შემოქმედებისადმი კეთილად და ლამაზად განწყობილი კომპანია, რომელიც იზრუნებს თითოეული შემოქმედის თავისებურ თვისებებზე. Აი საქმე წამოიწყოს დაეხმარებიან ახალგაზრდებს მიზიდავენ და მე დარწმუნებული კარგი რაღაცები შეიქმნება. მე მივესალმები ამ კომპანიის შექმნას. რაც ბევრი იქნება ესეთი კომპანია, მით უფრო კაი იქნება ეს ქართული შოუ ბიზნესის და ქართული კულტურისთვის, იმიტომ რომ ამით მკვიდრდება მეცენატის ინსტიტუტი საქართველოში. მეც მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული ამ კომპანიის დაარსების გამო. რაც უფრო მეტი პროფესიონალური კომპანია იარსებებს საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს მუსიკას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენს ხელოვანთათვის და მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი კომპანიის მიზანია რომ შექმნას ისეთი შემოქმედებითი გარემო, რომ ჩვენთან ყველას გაუჩნდეს სურვილი ურთიერთობისა. თბილისის მერიის კულტურის განყოფილებამ ქართული ვირტუოზი ბალერონის ვახტანგ ჭაბუკიანის სახლში მუზეუმი გახსნა. ნახოთ სიუჟეტი. შარშან ოქტომბერში ვაპირებდით ამ მუზეუმის გახსნას, იმიტომ რომ ეს ჩვენ შარშან გადმოგვეცა ეს მუზეუმი, აქ საერთოდ არაფერი არ არსებობდა, რასაც ახლა თქვენ უყურებთ და მე მიხარია, რომ აი დღეს მოხდა მუზეუმის საზეიმო გახსნა. ოქტომბერში ჩვენ მოვჭით აქ სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ბატონ ვახტანგ ჭაბუკიანის ნივთები იყო რაღაც გაფანტული და ჩვენ გვინდოდა რომ საექსპოზიციოდ მისი ნაქონი ნივთებისთვის თავი მოგვეყარა და მე ყველა მის ახლობელს, ნათესავს, იმ ადამიანებს მინდა უთხრა მადლობა, ვინც ესე უანგაროდ გადმოგწევეს მისი ნაქონი ნივთები და დღეს უყურებთ რომ მუზეუმი დაემგზავრა უკვე მუზეუმს და მიხარია რომ დედაქალაქში კიდევ ახალი მუზეუმი გაიხსნა და ესეთ გაჭირვების ჟამს რომ ესეთი კაი საქმეები კეთდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ვახტანგის სახელი დავყოფა ხდება აი ამ ფორმით, თორე ვახტანგის სახელს არაფერი სხვა არ სჭირდება. იმას საკმარისია, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ქვია სახელად. მეორე არის ის, რომ თურმე აღმოჩნდა საქართველოში ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გააკეთონ ეს საქმე, რომ დავიწყება არ შეუძლიათ რაღაცეების. თბილისში მიმდინარეობს პეტერბურგის დღეები. ამასთან დაკავშირებით პეტერბურგულმა, მაგრამ დასავლური სახელწოდების ჯგუფმა დისკო მაფიამ კონცერტი გამართა. სანამ დისკოს მოცეკვავი მაფიოზები ავიდოდნენ სცენაზე, Young Georgian Lolitas-მა შეგვისრულა რამდენიმე სიმღერა. ისე მე მინდა გითხრათ, რომ პეტერბურგის გარდა თბილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც პეტერბურგის დღეები აღინიშნება.
Нам очень хочется, конечно, передать дух Петербурга в Тбилиси. Не знаем, как это у нас получится. Но мы очень рады, что в этом замечательном городе, единственном, кстати, во всем бывшем Союзе, отмечается именно 300 лет Санкт-Петербурга. Это огромное исключение, вот как вот наш директор сказал. В Москве были попытки, но даже там не получилось. Да, это первый раз. Мы очень много слышали о Грузии, о замечательных людях, которые живут здесь, о гостеприимстве. И вот, наконец-таки, нам посчастливилось побывать здесь. С первых минут пребывания здесь, в Тбилиси, мы ощутили невероятную ауру. Спасибо Грузии за то, что она есть, расцветает и становится все краше и краше. Я надеюсь, что все сегодня будет хорошо и, в принципе, настраиваюсь только на хорошую атмосферу, на хорошую публику. Всем огромного счастья и любви. Любите С вами была будьте любимы. Диско Мафия! Пока! Thank you.